როდესაც მამა დაიჭირეს, უკვე ცნობადი სახე იყავე. მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო შენი ცხოვრების. როგორ გაიგე ეს ამბავი? მამაჩემი დაიბარეს გენერალურ პროკურორთან და როდესაც წავიდა აღარ დაბრუნდა სახლში. წლები გავიდა და ახლა მგონია რომ გააქვს უფლება მოყვე ერთი ამბავი, რომელიც მამის ნახვას უკავშირდება, როდესაც გადაცმული შეხვედი ციხეში. ეს როგორ მოხდა? ჩემთან, ჩემ სახლში, ჩემ დის სახლში, ჩემი ძმის სახლში, ჩემი მშობლების სახლში ერთდროულად ჩატარდა ეს ჩხრეკვა, ოღონდ არის წყნეთში ხო ჰობი აქ ჩვეულებრივი ხო, აი იქიდან გადმოხტომებით და რაღაც. ცოტა ფილმის სიუჟეტი იყო ნამდვილად და ის თანხა, რომელიც მოგთხოვეს ჩვენ და უნდა შეგვეტანა. გირაოს გულისხმობ. ხო, ამ თანხის მოძიება ძალიან რთული იყო, უნდა გვეშოვა $100,000. მინდოდა გამიგო, ესე იგი შეიძლება მამაჩემს ჰქონდა რაღაცა თანხა, სადვე რაღაცა გადადებული, ესე ვთქვათ, შავი დღისთვის, მით უმეტეს ესეთი პრესინგის ქვეშ იმყოფებოდა და წნეხის ქვეშ 3 წელი უკვე ხო და ვიფიქრე შეიძლება რაღაცა ესა და როგორ გამიგო აქედან ხო არ მიწერო, ტელეფონითაც კონტაქტი ხო შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე რომ შევსულიყავი და ესე იგი გამეგო მამაჩემისგან აქვს რამე თანხა და სადმე რაღაცა არის თუ არა. და იმაშინ მოვიხმარიე ჩემი და ჩემი მეგობრების ნიჭი გარდასახვაში და გარდაისახეს სხვა ადამიანად? ხო, გარდავისახეს სხვა ადამიანად, იმიტომ რომ მქონდა წვერი და ულვაში, ქუდი, თავზე დახურული და აი ესეთი სახით შევედი და ველაპარაკე მამაჩემს. და ვერავინ არაფერი გაიგო, რომ რეალურად შვილი შევიდა მამასთან.